აღმოჩინეს საქართველოს პარტნიორია რესტორანი ძველი მცხეთა. გადაცემა Discover Georgia-ს მხარდამჭერია კომპანია იფქლიერთი. გსურთ გაიხსენოთ ნამდვილი შავი პურის გემო, რომლის ნედლეულის შემოტანის ექსკლუზიური მფლობელი საქართველოში იფქლიერთია. Discover Georgia-ს წარმოგიდგენთ ოკეანიდა. საუკეთესო პროდუქტი ოკეანიდან. გადაცემა აღმოჩინეს საქართველოს გენერალური სპონსორია კორპორაცია ქართული ღვინო. გადაცემა Discover Georgia-ს მხარდამჭერია კომპანია იფქლიერთი. გსურთ გაიხსენოთ ნამდვილი შავი პურის გემო, რომლის ნედლეულის შემოტანის ექსკლუზიური მფლობელი საქართველოში იფქლიერთია. So today is a special day for me. დღეს ჩემთვის განსაკუთრებული დღეა. მე ვსტუმრობ ბაგრატიონის ქარხანას. ეს არის უზარმაზარი დიდი შენობა. ის ძალიან ლამაზია როგორც შიგნიდან, ასევე გარედან. ჩვენი მასპინძელი გერმანელია და სწორედ ისაა პასუხისმგებელი იმაზე, რომ ვენახებიდან ყურძენი აქ შემოვიდეს და იმაზეც, რომ დღეს ჩვენ დაგვხვდეს და გაგვიწიოს კიდობა. გამარჯობა. გამარჯობა. კეთილი იქოს თქვენი მოგწამება. Thank you very much. სასიამოვნოა თქვენთან შეხვედრა. მე ბედნიერი ვარ აქ ყოფნით. ვიცი რომ შიგნით დარბაზები არის გასაოცრად ლამაზი. მოდი შევიდეთ. Let's go walk in. I have a bag. So what is this that we are going to see upstairs? ზემოთ რა უნდა ვნახოთ? ვიცი რომ გაქვთ დარბაზები დღესასწაულებისთვის, ქორწილებისთვის, დაბადების დღეებისთვის. თავი დანიშნულება ეს არის ამ დარბაზების. This is special for events, this hall. დარბაზები არის სხვადასხვა ღონისძიებისთვის. ძალიან კარგი. და მარცხენა მხარეს არის უზარმაზარი დარბაზი. ეს არის დიდი დარბაზი. ლამაზი ინტერიერია. ეს არის მნიშვნელოვანი ღონისძიებებისთვის. ვისურვებდი აქ მოსვლას ქორწილში, დაბადების დღეზე. რა ლამაზი ბუხარია. შეხედეთ ჭერს, სულ ხისგანაა გაკეთებული. 500 ადამიანზეა გათვლილი. ხედავ რომ იქ კოლექცია გაქვთ. მოდი ახლოდან შევხედოთ. უზარმაზარი და ლამაზია. მარმარი ლოსკავს. Our whole collection. Can I step up? Yes. These are, for example, this yellow label is our finest, our premium product. ეს არის სპეც კოლექცია. ბაგრატიონის ღვინის წარმოების კომპანია. ჩვენ ვიმყოფებით ბაგრატიონის ღვინის წარმოების კომპანიაში. Those are bottling fermentation.
ჩვენ დავათვალიერეთ გარედან. ეს არის დასაწური მოწყობილობა. They're receiving the grapes and then pressing. So he will show us the machine, the pressing machine. ჩვენ ვყრით ამ მანქანაში ორძენს ხელით. შემდეგ ის 600 লিტრიან ყუთებში თავსდება. ეს ნამდვილად დიდი რაოდენობაა. That's pretty big amount. So we can go also შევიხედოთ შიგნითაც და ვნახოთ დიდი ცისტერნა. big cisterna. Okay. So after receiving and pressing the grapes, ყურძნის დაწურვის შემდეგ ის ამ ტერიტორიაზე ხვდება. და შემდეგ რა ხდება? Normally this hole is the hole to make ჩვეულებრივ ამ დარბაზში თითოეულ ცისტერნაში 50,000 ლიტრის შენახვაა შესაძლებელი. sparkling wine, our classic line. Here we make the second fermentation. Each cistern has a capacity. აქ ვინახავთ 6 თვის განმავლობაში, სანამ ბოთლებში ჩავასხამთ. yeah, you can see how huge. Yes. We have to storage after the second fermentation the wine 6 months in these cisterns Oh, it stays for 6 months. before we are bottling this one. ახლა ბოთლებში ჩასხმა ვნახოთ. რამეს ხომ არ Am I ვტოვებთ? missing? არა, ყველაფერი კარგადაა. So you brought us here to this room to show us the way. იქნებ გვაჩვენოთ რა ხდება ამ ოთახში. ეს არის ჩვენი ქიმიური ლაბორატორია. Chemical laboratorium. Here we make all control analysis. აქ ხდება ანალიზი. მაგალითად, შაქარი, ალკოჰოლი და ბევრი სხვა რამ, რისი გაკონტროლებაც აუცილებელია სასმელში. We are controlled here. All right. Quite a არ ვიცი ახლა აქ რა ხდება, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ყველაფერი იყოს სუფთა და ჯანმრთელი. clean and healthy. ჩვენ ორნაირი ლაბორატორია გვაქვს. Chemical laboratorium. ეს არის ქიმიური ლაბორატორია. ასევე გვაქვს მიკრობიოლოგიური ლაბორატორია, სადაც კონტროლდება სისუფთავე ცისტერნების და ყველაფრის, რასაც ღვინოსთან აქვს კავშირი. კარგია, გმადლობთ. მოდი გავაგრძელოთ. So we came downstairs. ჩვენ ჩამოვედით დაბლა ამ შენობაში, სადაც ღვინო ინახება. ეს არის ყველაზე დიდი ღვინის სათავსო, რაც მე ცხოვრებაში მინახავს. I've ever seen in my life. So you თქვენ აქ ინახავთ ღვინოს და გაქვთ კიდევ ბევრი ასეთი ოთახი. მე თქვენ მხოლოდ ერთ ოთახს გაჩვენებთ, თუმცა ასეთი კიდევ ბევრი ოთახი გვაქვს. წარმოგიდგენიათ რა მხელაა? თქვენ რომ ერთი ცისტერნა გქონდეთ 50,000 ლიტრის შენახვას შეძლებდით. აქ ღვინო დაბალ ტემპერატურაზე ინახება, ამიტომ მაქსიმუმი ტემპერატურა გვაქვს 18 გრადუსი. Water over these tanks to keep. ანუ დაბალ ტემპერატურაზე ინახება. So we have a fermentation temperature from maximum 18 degrees. so it has to be kept in. Yes. And in totally we დიახ, have და საერთო ჯამში ჩვენ 500 ცისტერნა გვაქვს. 500 გასაგიჟებელია. მოდი გადავიდეთ სხვაგან. კიდევ ბევრია სანახავი. ამიტომ დარჩით ჩვენთან. A lot more to see. So stay with us. 9 months. This bottle ჩვენ რამდენიმე სახეობის ღვინოს ვაწარმოებთ. in this room. And you see later is the პირველ რიგში ვასხამთ ბოთლებში და ხურავთ ბოთლებს. And if we receive an order, we bringing the bottles in this, we call it pupitre. დაახლოებით 21 დღის შემდეგ გვამოწმებთ ბოთლებს. We give little bit shake, it more and more, so at least after 21 days, the yeast is in the neck. ჭუჭყი და ლექი ბოთლში ფსკერზე გროვდება. After then, we add it in a cooling bath with minus 24 degrees. And then we open this bottle in each bottle. ხსნით, ცლით ჭუჭყისგან და ხუფავთ თავიდან. Pieces going down, out, and then we closing with a natural. ანუ ჭუჭყი და ნარჩენი გარეთ რჩება, თქვენ კი ხუფავთ თავიდან. All the bad stuff is out. და როდის არის ეს ღვინო მზად გასაყიდად? თქვენ გაგაქვთ მაღაზიებში თუ ეს პირადი კოლექციაა? რა არის ეს? When these bottles are ready to be sold and ready to serve, do you take it out to the market or Yes. is it a personal collection or what is it? No, we have two kinds. We have two kinds of bottling fermentation. One is ჩვენ გვაქვს ორი სახის პროდუქტი. პირველი პრემიუმ პროდუქტი კეთდება ყურძნის ერთი სახეობიდან, ჩინურიდან, ძალიან ძველი მცენარიდან. old plants selected
And the second product is our reserve. And reserve is a cuvée of 3 Georgian. მეორე პროდუქტი კი კეთდება სამი ჯიშისგან: ჩინური, წიწკა და მწვანე კახური. ამ ლამაზ ოთახში ღვინოს გავსინჯავთ. ჩვენ დავაგემოვნებთ ბაგრატიონის ღვინოს. აქ არის ყველა სახეობა, ტრადიციული, კლასიკური და სხვა. ჩვენი მასპინძელი გახსნის ბოთლს ჩვენთვის. დიახ, პირველ რიგში აგიხსნით. ეს არის ღვინის ტრადიციული სახეობა. ესენი კი კლასიკური სახეობები. აქ არის სხვადასხვა ფერის ღვინოები. მე ამ ბოთლს ვირჩევ. ამ ბოთლს გავხსნი. ბაგრატიონი დაფუძნდა მე-19 საუკუნის შუაში. პირველი იყო ივანე ბაგრატიონი მუხრანიდან. And he was in his time the biggest owner of land in this region. And he brought in this time მან იმ დროს დაიწყო ღვინის წარმოება. შემდეგ კი 1882 წელს მათ მიიღეს პირველი ოქროს medali და სწორედ ამიტომ ვუწოდებთ ჩვენ ბაგრატიონი 1882. the first gold medal in St. Petersburg. And for this reason we are calling officially founded date 1882. And since then you have received many other gold medals. Yes. მას შემდეგ თქვენ ბევრი ოქროს medali მიიღეთ. დიახ, და 2007 წლიდან ჩვენ შევიცვალეთ სრულიად და ვიყენებთ მხოლოდ ქართულ პროდუქტს. Georgian grape varieties and the harvesting we make after champagne method. ვაკეთებთ როგორც შამპანურს, ასევე ღვინოს. And in the wine making we make after. და ღვინოს ვაკეთებთ ევროპული მეთოდებით. Okay. Now I open one of this. აიმე გავხსენი ერთ-ერთი ბოთლი. ერთი წუთით So, one moment please. დარწმუნებული ვარ გემრიელი იქნება. ეს არის საფერავის ღვინო. You're gonna have some with me. Yes. To say cheers to this great company that I fell in love with. This is now rosé sparkling wine made from Zaporozhye grape. დიდი მადლობა, ეს არის ჩემი საყვარელი ღვინო. Girls like pink stuff. So Come on. cheers to you. Thank you for დიდი მადლობა მასპინძლობისთვის. ძალიან კარგი დრო გავატარე. იმედი მაქვს კიდევ გეწვევით. გაუმარჯოს. You might already know there are many restaurants in Tbilisi. თქვენ ალბათ უკვე იცით, რომ თბილისში ბევრი რესტორანია. არის ფრანგული, იტალიური და რა თქმა უნდა ქართული რესტორნები. Visiting Mirzani. It's on Tsereteli Avenue 140. დღეს ჩვენ ვსტუმრობთ მირზაანს. ეს არის ძველი თბილისის რესტორანი. ჩვენ აქ დავაგემოვნებთ სპეციალურ კერძებს, დავათვალიერებთ ინტერიერს და თავადაც შევეცდებით კერძების მომზადებას. ასე რომ ისიამოვნეთ ჩვენთან ერთად. Maybe I'll get to do some dishes myself. So let's go enjoy it with me. Everything is freshly made. ყველაფერი აქ მზადდება სამზარეულოში. For their own beer, which is made right here at the spot. And this is the Mtswadi place. ეს არის მწვადის ადგილი, ჩემი საყვარელი ადგილი. შეხედეთ რას აკეთებს. მეც მინდა რომ ამის მონაწილე გავხდე და თავადაც ვცადო. მე სიამაყით მინდა შეგახსენოთ, რომ გადაცემის აღმოაჩინა საქართველოს გენერალური სპონსორია კორპორაცია ქართული ღვინო. შეხედეთ, აი აქ იწვება მწვადი. თქვენ შეგიძლიათ მოხვიდეთ აქ, ისიამოვნოთ ლანჩით ან სადილით, აღნიშნოთ რაც გინდათ და ასევე შეგიძლიათ